მოგესალმებით. ამ ვიდეოში ვისაუბრებ ნივთების ინტერნეტის შესახებ და მის გავლენაზე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ალბათ გსმენიათ ისეთი მოწყობილობების შესახებ, როგორიცაა ჭკვიანი ტელეფონები, ჭკვიანი საათები ან თუნდაც ჭკვიანი მანქანები. ეს არის მაგალითები იმისა, თუ როგორ მოქმედებს ნივთების ინტერნეტი ჩვენს ცხოვრებაზე. ახლა თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ კონდიციონერი ან განათება თქვენი smartphone-ით. ან თუნდაც დაინახოთ რამდენ ნაბიჯს გაივლით ჭკვიანი საათის მეშვეობით. რა არის ნივთების ინტერნეტი? ნივთების ინტერნეტი, ანუ IoT, Internet of Things, არის უზარმაზარი ქსელი, სადაც უამრავი მოწყობილობა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ეს მოწყობილობები აგზავნიან და იღებენ ინფორმაციას, რათა უფრო მოხერხებული და ინტელექტუალური იყოს ჩვენი ცხოვრება. მოწყობილობებს აქვს სენსორები, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს შეაგროვონ ინფორმაცია გარემოს შესახებ. მაგალითად, თქვენს მობილურს შეუძლია შეაგროვოს ინფორმაცია თქვენი ლოკაციის შესახებ. ტელევიზორს შეუძლია იცოდეს თქვენი საყვარელი გადაცემები, ხოლო smartphone-ით შეგიძლიათ მართოთ თქვენი სახლის მოწყობილობები დისტანციურად. როგორ ხდება ეს ყველაფერი? მოწყობილობები აგზავნიან მონაცემებს სერვერებზე ან ღრუბლოვან პლატფორმებზე, სადაც ხდება მონაცემების დამუშავება. შემდეგ ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია ეხმარება მოწყობილობებს უკეთ იმუშაონ და ავტომატურად შეასრულონ სხვადასხვა ფუნქციები. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ქარხანა იყენებს IoT-ს წარმოების პროცესის გასაკონტროლებლად. სენსორები მუდმივად აგზავნიან ინფორმაციას მანქანების მუშაობის შესახებ, რაც საშუალებას აძლევს წარმოების მენეჯერებს დროულად აღმოაჩინონ და აღმოფხრან პრობლემები. ნივთების ინტერნეტის მომავალი. IoT-ს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და მისი გამოყენება მუდმივად იზრდება. 2020 წლისთვის იყო პროგნოზირებული, რომ დაახლოებით 24 მილიარდი IoT მოწყობილობა იქნებოდა გამოყენებაში. ეს ნიშნავს, რომ ნივთების ინტერნეტს შეუძლია უფრო ეფექტური და დაკავშირებული გახადოს ჩვენი ცხოვრება. როგორ გონიათ, როგორ შეიძლება იყოს თქვენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მოქნილი და ჭკვიანი? თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ამ ტექნოლოგიური ცვლილების მონაწილე და გამოიყენოთ IoT თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მადლობა ყურადღებისთვის.